სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს შემოძვირფასე მრავალ დაგასწრა გამჩენმა მრავალ აღდგომის დღეს მრავალ სასიხარულო დღეს სადაც ნამდვილი სიხარული მინდა შემოვიდეს თქვენში სულიერი განათლებით სულიერი სიმშვიდით სულიერი ურთიერთობით ქრისტესთან რომ რაც აქამდე არ იცოდი თქვათ ამ აღდგომას მოგეცეს რაც კიდე რაღაცა ნაკრულევანება გაქვს სულიწმინდა აღმავსებელი ყოველივესი აგივსოს ეს ნაკრულევანება და უფრო და უფრო მეტი შეგძინოს ღმერთმა ეს მინდა გისურვოთ ყველას აი ამ აღდგომა დღეს და ორიოდე სიტყვით გითხრათ რომ რა არის აღდგომა და რა არის ის ჩვენ ცხოვრებაში და როგორი უნდა იყოს ჩვენს სულიერებაზე ასახული. ძველი აღთქმის ხალხს ჰქონდა ასეთი ტრადიცია. დღესასწაული ჰქონდა ტრადიცია კი არა. რომელსაც ერქვა პასექი. პასექს ისინი აღნიშნავდნენ და დღესასწაულობდნენ ეგვიპტის ტყვეობიდან რომ გამოვიდნენ. ეს იყო მათი გამოსვლა. ანუ გადარჩენის დღე ესე ერქვა და პასექი, ანუ ეგვიპტის ტყვეობიდან გამოვიდნენ. სინამდვილეში პასექი იცით რას ნიშნავს? სიტყვა სიტყვით რო თარგმნოთ, ნიშნავს გვერდზე ჩავლას, გვერდის ავლას. რომელ გვერდის ავლაზე იყო ლაპარაკი რომ? ასე მოხდა მათი ებრაული ტყვეობიდან გამოცდა, რომ გვერდი გამოეცხადა მოსეს და უთხრა: ყველა დაკალასო თითო ტიკანი და სისხლიო აი ამ დაკრული ფიქრისაოს ცხონთავიან კარებს უნდა ეწყოთ წირთხლზე, ანუ კარების წირთხლი წარმოიდგინეთ ესე ზემო და გვერდთან ჯვრის სახით ფაქტიურად და სადაც ეს სისხლი იყო ნაცხები, იქ არ შეიარა სიკვდილის ანგელოზი და არავის არაფერი მოგვს. ვინც არ გააკეთა ეს, ეგვიპტელი იყო თუ ებრაელი მნიშვნელობა არ აქვს, ყველას პირმშვა, ანუ ყველას პირველი შვილი გარდაიცვალა და მოკვდა. ამიტომ პასექის დღესასწაული ნიშნავდა ამ გვერდის ავლას. სიკვდილმა რომ გვერდზე აუარა, სიკვდილმა რომ გვერდით ჩაუარა და მას რომ არ შეეღო, სწორედ ეს დღესასწაული გახდა პასექი. ჩვენთვის ეს არის აღდგომა. იმიტომ რომ ჩვენ ჩაგვიარა ასე გვერდით სიკვდილმა, ჩვენ გვეკუთვნოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ქრისტემ აიღო თავის თავზე და ის მოკვდა იმისთვის, რომ ჩვენ აღვედგინეთ და ჩვენ რომ გადარჩენილი ვართ. ამიტომაც ის ძველი აღთქმისეული პასექი ჩვენი ახალ აღთქმისეული აღდგომაა და აღდგომის დაგვირგვინებია. კიდევ რა არის ისეთ აღდგომა? აი წარმოიდგინეთ ესეთი რამ, რომ რაღაცა საქმეში ხარ დამნაშავე. ნუ არა მნიშვნელობა ახლა რაღაცა ეკონომიური დანაშაული ჩაიდინეთ თუ რაღაცა ზნეობრივი. რა მნიშვნელობა? რაღაცაში ხარ დამნაშავე და სასამართლო არის შენი. აი რა არის აღდგომა, ამისი მნიშვნელობა თქვენ რო გაიცნოთ. თქვენი სასამართლო წარმოიდგინეთ და ნუ მე თქვენთან ერთად ჩემი და მოსამართლე გამოვიდა და ამბობს რომ განა იმას ამბობს რომ კი ვიცი რომ დამნაშავე ხარ და მიპატიებია ან თო კარგი თავს დაუჭავ ან რაღაცას არ ვეთქვი. იცით რას ამბობს? არასდროს არაფერი არ დაგიშავებიაო და თვითონ თავის თავზე აიღებს აი ამას ვაკეთებს. ეს გახლავთ აღდგომა ჩემო ძვირფასებო. ამიტომ რითი შეიძლება ადამიანმა გადაიხადოს სამაგიერო ფსალმონზე რო გიყვებოდი, გახსოვს 115 ფსალმონზე. რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგომე. სასუმელი ცხოვრებისაი მოვიგო, სახელსა უფლისასა ვხადო. ერთადერთი რითიც შეგიძლია მადლობა გადავხადო ღმერთს, ეს არის, რომ არ უნდა მოშორდე ქრისტესთან თანაზიარებას. და ამ თანაზიარებაშია შენი მადლიერება გამოხატული, იმიტომ რომ ამ მსახურებას ევქარისტიას თვითონ მადლიერება ქვია და ასე უნდა ვიცხოვროთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ამიტომაც აღდგომის დღესასწაულით კი არ უნდა დამთავრდეს მომავალ წლამდე თქვენი ურთიერთობა ეკლესიასთან. აი ეს მადლიერება უნდა შეგრჩეთ და როგორც ყოველი კვირა აღდგომის დღესასწაული კეთილი უნდა ინებოთ და მადლობა უნდა უთხრათ უფალს. როგორც აღდგომის დღესასწაული ყოველი დღე ბრწყინვალე შვიდეულისა
წირვები იქნება და ვისაც გეკნება საშუალება კვლავ უნდა მოხვიდეთ და კვლავ უნდა ეზიაროთ. დაგლოცოთ ღმერთმა, გაგაძლიეროთ, გილოცავთ კიდევ აი ამ წირვალე დღესასწაულს. ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!